შემოხდის მერქნოს გარდა იმისა, რომ ეს როგორც უკვე ვიგებ თავად ნიკოლოზისგან და გამოცხადებით და წმინდა ნიკოლოზზე უფრო ახლო დგას. ღმერთთან დიდი ძალმოსილება აქვს. გარდა მაგისა არის ინფექციური დაავადებების კურნალი. დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ ეს პრობლემები მალე იქნება კაცობრიობაში. ამდენი ომები, საჭმელი სასველი არ იქნება და ასე შემდეგ, წყალი და სხვა მოიტანს ინფექციურ დაავადებებს. ნაირაის. გარდა მაგისა, ჩვენზე ზრუნავენ გლობალური ხელისუფალი. იმდენი ვირუსებია გამოგონილი. ეგეც რომ არ იყოს, სრულიად საკმარისია ჩვენი დაავადებებისთვის. თქვენ რომ იცოდეთ, ერთ-ერთი მიზეზი, რატო დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, 3 ლაბორატორია უნდა გაეცნათ, ჩვენ რომ თბილისში დედაქალაქში გაგვიხსენეს და პრემიერ-მინისტრმა ითხოვა და არ შეუშვეს. გესმით თქვენ, სახელმწიფო აქვს სახელმწიფოში. აი ესეთი ლუგარის 3 ესეთი ლაბორატორია უნდა გაეხსნათ, 2 კიევში, 1 ოდესაში, სადაც იმუშავებდნენ სლავურ გენებზე, როგორ მოსპონ სლავური გენები. ეს იყო არაერთადერთი, ერთ-ერთი მიზეზი. ამას ხომ აჩუმათებენ, ამაზე არ ლაპარაკობენ. ეხლაც როცა ომი დაიწყო, ირანი დაბომბვის რატო ესეთია, ასეთია თუ ისეთია, ფარისებელო, თავად არ ამბობს, რომ ადამიანთა უფლებები, დამოუკიდებლობა, დემოკრატია, მიეთი მოეთი, ესე იგი, როცა გაწყობს ასია და როცა არ გაწყობს, სხვაგვარად მსვლელობ. ეს არ არის სამართლიანი. ეხლა ამას თავი ვანებოთ. როგორც მოციქული პავლე ამბობს, ძენი წარწმედისანი უგონიერეს არიან ძეთა ნათლისათა. ვირეშმაკები არიან, ვირის ტვინიათ ნაჭამი მაგათ და ჩვენ ვერ გავყვებით მაგათ მსჯელობას და ზაკრობებს და სიბერაგებს, რითაც აავსეს თელი დედამიწა და უარეს უმზადებენ კაცობრიობას.